ეს რამდენი ხანი გავიდა რაც ეს მანქანა ჩვენ ეს გავაკეთეთ 2012-ში უფრო ადრე 11-ში 4 წელია რაც გავაკეთეთ. Ну 4 წლის განმავლობაში ქარხნული მანქანებით საკმაოდ ზიანდებიან, ხო? არა, კარგად. ეხლა სალონი ძალიან მაგრაა შენარჩუნებული. მე მგონი გაწმენდის მეტი არაფერი არ ჭირდება. აი სალონზე გაგუკვირდება როგორ შეიცვლება სალონი, როცა კარგად გავწმინდოთ. ეს ალკანტარა ძალიან ერთი გამძლე მასალაა, მდგრადი. კარგად თუ მოვლით. ხო, აიცი როგორი რაღაცები მაწუხებს ეხლა აი აქ ხედავოდნაო რაღაცა პატარა წერტილები გაჩნდა იქ წინ იმაზე მთავარ პანელზე. ფირი არის ისეთ მდგომარეობაში. ხო და რა იდეა მაქვს, იცი? აი როგორც ამ მანქანას აქვს წითელი კანტები დისკებზე და რაღაცა ეგეთი ხوار გაუკეთოთ, რადგან ამას სალონის სტაფილოსფერში აქვს. რომ გავდეს ერთ სტაფილოსფერში. კი, შეიძლება, კარგი იქნება ძალიან. აი ეგეთ სტილში, აი ეგრეთი წვრილი ზოლი დისკზე, ცენტრში რაღაცა მოვიფიქროთ და რაღაცა ერთი ესეთი ზოლი გაუკეთოთ, არ შეიძლება? აი, ფარები დაამუქო. მოვიფიქროთ. ფარები დავამუქო უკანა, არა, შავი ფარები მაქვს მე უკვე, ეს ახლები მაქვს გამოცვლილი. ბამპერები ალბათ რაღაცა ხელი შევლება დაჭირდებთ, რომ ქვემოდან სუიხეხება. აი აქ ნახე როგორი ისაა მოჭმულია. მე მგონი შენ საჭეზე გჭირდება რაღაც, იმიტომ რომ ეს ალკანტარას აღარ გავს. ხო, საჭეზე რა სიტყვი დავით? საჭეზე ვფიქრობ რომ კარგად რომ გავურეცხოთ. ხო, არ დაჭირდება? და კი ისე აღიდგეს თავი, ასე ვთქვათ, ხო. ძალიან საკვირველი თვისება აქვს ამ ალკანტარას. ახლა არის ესეთი გაპრიალებული და მე როცა გავურეცხავთ შეიძლება რომ ისეთი გახდეს როგორც იყო. ხავიანი. მაშ თუ არა, შევკერავთ ახალს. ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის მანქანა მართლა დაიცვა ამ ჩვენმა ფირმა, ხო? იყო გალამაზებული თან დაცული. არა, თამაშოვანეზი არის ძალიან ყრაწელისგან. მე მგონი ხა ფირს ვავაძრობთ, საღებავი არ იქნება დაზიანებული. კი, საღებავი არ იქნება დაზიანებული. თუ იქნება რამე ადგილები დაზიანებული, საღებავსაც შევღებავთ. სამღებროც გვაქვს, ვიცით ხო, კარგად გავაკეთოთ მანქანას. შევღებავთ, აღვადგენთ და თავიდან გადავაკრავთ, დავიცავთ ისე. იცი რა მაქვს? ეს ამ მანქანას პარკინგ კონტროლი არ ქონდა და შენ დამიყენე. გარედან დავათვალიეროთ ყველაფერი, თუ კი რამე დეტალი აქვს დაზიანებული, ავაძროთ ფირი, შევღებოთ, გადავაკრათ თავიდან, სალონი გავრეცხოთ, რაც გაირეცხება, რაც არა, თავიდან შევკერავთ. თუ კი რაიმე სალონში დეტალებზე, აი სახელურებზე, თუ კი სადმე რამე დეფექტი აქვს, ის ყველა დეფექტი გამოვასწოროთ, თავიდან შევღებოთ. ბამპერებიც? ხო, ბამპერებზე თუ სადმე გაზარულია. კი, ის დაზიანებები აღვადგინოთ და შევღებოთ თავიდან. განვაახლოთ მანქანა. აი ეს ზოლები რომ მინდა ეს რაფერი გავაკეთო, ისეთი წითელი თუ სტაფილოსფერი. მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა სტაფილოსფერი. მეც გონია სტაფილოსფერი რომ არ იყვნათ მანქანები, ეს განსხვავებული რომ იყოს ცოტა, ის იყოს წითელი, ეს სტაფილოსფერი. ამ წლებში ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ. აბა. გადავაკარით 500-მდე ავტომობილი ამ პერიოდში ამ 4 წლის განმავლობაში. გადაგრო უგეთი სწავლეთ, დაშლა აწყობა მანქანების უგეთი სწავლეთ და ბევრ რაღაც დეფექტებს უფრო უკეთესად შევძლებთ რომ ავადგინოთ და გამოვასწოროთ. დისკების შემთხვევაში, დისკ შეღებილი დისკები, ადრე ბევრს ჰქონდა ეს პრობლემა, რომ ეს შეღებილი დისკი მერე ძრებოდა ისევ საღებავი. ახლა ვისწავლეთ დისკების ისე შეღებვა, რომ დროს უძლებს უფრო უკეთესად. სიცხეს და ასე შემდეგ. კი. იგივე ეხება სალონის შეკერვასაც, იგივე ეხება ფირის გადაკვრას და ყველა იმ სერვისებს, რასაც ჩვენთან კეთდება. კარგი. რა დრო დაგჭირდება ეხა ამისთვის? ჩამოვწერ გეგმას, აი გეგმის მიხედვით დავადგენ დროსაც. რამდენი სამუშაო იქნება გასაკეთებელი. ეხლა რასაც ისე ვხედავ, ჩემი აზრით, რავი, 2 კვირა დაგჭირდება ალბათ. აძრობა შეღებები რაღაცას დაგჭირდება. მაქსიმუმ 1 თვე გეყვა. ესე იგი 2 კვირა და მაქსიმუმ 1 თვე უნდა ვიაროთ 1 მანქანი. უпростоრად მე უნდა ვიარო მაგ მანქანი. ხსა ჩვენ და მატარო, მეც და პეტრეც. კაი დავით. კარგი მწვალი მეყოლება. დავტოვებ, მაშინ თუ რამე იდეები გაჩნდა კიდე გავცვალოთ. კი ბატონო. გაიხარე. დროებით და ძალიან დიდი მადლობა ამ საოცრებისთვის.